მამაკაცის ჰორმონი ვერ გადადის ევას ჰორმონში, ანუ ესტროგენში. ევას ჰორმონი რა თემაა, ეკა მოდი გეცავსო. და რატო ეძახიან ევას ჰორმონს? იმიტომ რომ რეალურად ანდროგენმა შექმნა ესტროგენი. როდესაც ჩვენ ვნახულობთ მეტაბოლიზმს, ან როგორი სინთეზირდება ესტროგენი, ვხედავთ რომ ადამიანმა შექმნა ევა. აი ზუსტად ეს სინთეზი მიდის და აი ამ სინთეზის პერიოდში ინსულინის ჭარბი რაოდენობა ბლოკავს მამაკაცის, ანუ ანდროგენის გადასვლას ესტროგენში. შესაბამისად ჭარბად გამოიყოფა, ანუ ასევე ღვიძლში მცირდება ასეთი ჰორმონი არის, ასეთი ცილა, ქვია სექს ჰორმონს შემაკავშირებელი პროტეინი, რომელიც თავისუფალ ანდროგენს ბოჭავს, მაგრამ როცა ის მცირდება ინსულინის ხარჯზე, სასაბამისად თავისუფალი ანდროგენი მამაკაცის ჰორმონი ჭარბია და გამოხატულობა აკნე, ან პირიქით, ან ასევე ჰიპერანდროგენია, თმიანობა, თუნდაც ანდროგენული ალოპეცია, ანუ თმის ცვენა, ესეც ერთ-ერთი. ანუ თუ ჩვენ ამ ყველაფერს დავალაგებთ, ჩვენ, თქვენ, კოსმეტოლოგები, ყველა კარგად მიიღებს შედეგს.